ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამი ბატონ ნოდარ, როგორც იქნა ჩამოვახციეთ თქვენს მამულში, სლოვაკურ მამულში, სადაც თქვენ წლებია იმყოფებით უკვე, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, აქ როგორ აღმოჩნდით და პირველ რიგში მოგესალმებით და გამარჯობათ, როგორ ხართ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ძალიან გამიხარდა თქვენი სტუმრობა და ნამდვილად მამულად შეიძლება ეს ჩაითვალოს ცენტრალურ ევროპაში, ამ შესანიშნავ ტყე-პარკში, მას მინძლობ თქვენ. მერთმა გაგიმარჯვოთ. დღევანდელი ჩვენი ეთერი მთლიანად თქვენი პერსონის შესახებ იქნება. ამ გადაცემას აქვს პირველი ტრადიციული კითხვა და თქვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასევე საინტერესო იქნება. როგორ გითხრათ, აი მაყურებლისთვის, ვინც არ გიცნობთ. ვინ არის ნოდარ გიორგაძე? გულახდილად რო გითხრათ, ბოლომდე მეც არ ვიცი. მაგრამ ხანდახან ხუმრობ ხოლმე, რომ 60 წლის ვარ მეთქი, დღეგეს არ ავთვლი. მაგრამ ამ დღეგეს ჩათვლით 73 წლის კაცი ვარ და ხაი გუნა მეკითხა ყველა ქვეყანას თავისი აკაური კანონით ვარ ბატონო 60 წლის. ქართულად 62 წლის ვარ. მე ის ალბათ ისეთივე ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვარ, რომელიც დაიბადა თქვა სვაინცუბანში. საკმაოდ რთულ პერიოდში გავიზარდე, ძალიან ბევრი გაჭირვებაც მინახია, ძალიან ბევრი ლხინიც, გამარჯვებაც, წარუმატებლობაც. მაგრამ საბოლოო მასშტაბში შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ ყველა სიკეთესთან ერთად ბევრი ბოროტებაც ნახე სამწუხაროდ ამ სამყაროში. მათ შორის პრაქტიკულად 4 ომში მომიწია მონაწილეობა, ჩართულობა. და ბევრი ტრაგედიებიც ნახე. როგორც წესი, ეს ყველაფერი ადამიანებს სulis. აი ბოროტებამ რა გასწავლოთ? ბოროტებამ მასწავლა ის, რომ ადამიანმა უნდა სიკეთე აკეთო. მიბიძგა სიკეთისაკენ და ყოველი ბოროტების საწინააღმდეგოდ არასოდეს არავისთვის აი რო იტყვიან არ და მიცდია რომ ამეღო რაღაცა ესე იგი და უკან დამებრუნებინა რაღაც ცუდი საქმით, იცი? და ყოველთვის ფიქრობდი იმას, რომ აბა რა მოხდება მე რო ეხლა ამას ცუდი საქმით კი არ დაუბრუნო. მე ჩემი გზა გავაგრძელო, ვაკეთო ის, რასაც ვაკეთებდი და შესაძლებლობის ფარგლებში თუ რაღაცა გაუჭირდა, იქ კიდე ერთხელ შეიძლება ხელი შეწაუკრა კიდევაც, მივეხმარო. და სხვათა შორის სწორი გამოდგა ეს მეთოდიკა. იმიტომ რომ ის ვისაც ვინც მტერი იყო, თუ ასეთ პირობითად მტერი ხო? მტერი არავინ აღარ დარჩა მაგ კუთხით. ან მოყვარია, ან უბრალოდ ნეიტრალურია და შეიძლება ჩემთან ურთიერთობას ერიდება, იმიტომ რომ ბევრი შესწავლები აქვს დაშვებული. ბოლო 10 წლეულების განმავლობაში, ალბათ სტატისტიკით თქვენ უფრო დამეხმარებით ბოლო რამდენიმე წელია, თქვენი მთავარი და ალბათ ერთადერთი სფერო, რითიც ხარ დაკავებული, არის ბიზნესი, ხო? და სხვათა შორის უნდა ითქვას ძალიან წარმატებული. ერთი ის, რითიც საქართველოში იცნობენ, ეს არის ჯინო ფერედაისი. წარმატებულ ბიზნესში არსებულ ადამიანებს ძირითადად მტრები არ აკლიათ. არ ხდება ასე? მტრები, იცით რა არის, მოდით გრადაცია უნდა მოშურნეები, ესე დავარ. კი ბატონო, მოშურნეები. იუმორით თუ პასუხებთ, ამიტომ არის, რომ ხშირად უნდა ივარჯიშოთ ცალფეხზე ხტუნვითაც კი რო იარო. და სერიოზულად თუ ვიტყვით, უყურეთ, რეალურად ამ სამყაროში იმის ილუზია, რომ შენ მოშურნე არ გეყოლება, ესე იგი აბსურდულია. არ იქნება ეს. იდეალური სამყარო არ არსებობს. მოშურნე ადამიანი, მანამ არსებობს ადამი და ევის მოდგმა, მანამდე მოშურნეობას უიქნება.
მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანისთვის მისი ხვალინდელი ქმედებების განსაზღვრელი. იცით რა არის, მე ახლა რასაც ვლაპარაკობ. ამას გეუბნებით ის ნოდარ გიორგაძე, რომელიც 53 წლის რო გახდა, მერე რო დაიწყო ეს საქმიანობა ბიზნესი, რასაც ქვია, იმიტომ მე 53 წლამდე, მანამ 53 წლის გავხდი, მანამდე სულ რაღაც სახელმწიფო სამსახურში ვიყავი. მოდით სახელმწიფო სამსახურამდე მივიდეთ ომი ახსენეთ. დიახ. და აი ეს პერიოდი გავიხსენოთ, როდესაც თქვენ აღმოჩნდით ავღანეთის ომში როგორ მოხდა ეგ ამბავი და რას გაიხსენებთ, რა იყო, რა არის ის ფრაგმენტები, რომელიც უგახსოვთ დღეს. იცით, აი, წეგან გითხარით, რომ ომი ისეთი სასწაული ფენომენია, მძიმე ფენომენი, რომელიც შენ გინდა თუ არ გინდა და რა თქმა უნდა არ გინდა რომ ეს გააკეთო, მაგრამ შენ თუ არ გააკეთებ, ის გააკეთებს, ვისაც ებძვი და მაშინ ამ სამყაროში ვეღარ გააგრძელებ ცხოვრებას. გესვრის ესური. მოსწრებაზეა, როგორც იტყვიან, ხო? ხშირად იტყვიან, ხო, აი, რამდენი კაცი და მერთო დიდებულო, როგორ შეიძლება ამას ესე იგი მსჯელობა, ხო? ნუ სიკვდილისთვის თვალებში მაქვს ნაყურები. ორჯერ ამ ცხოვრებაში. და როცა სულ რაღაც წამის მიათედებში ჩემს თვალებში გაირბინა ჩემმა თელმა ცხოვრება 4 წლიდან აი მომენტამდე ვიდრე ეგ მან მოვიდოდი მაგ მომენტში. სკალპის ახდამდე დარჩენილი იყო რაღაცა წამები, რომ ჩემთვის სკალპი აეხარა. ტყვეობაში იყო. ნუ ტყვეობაში არა, მაგრამ წამები დარჩებოდა, რომ ისინი მოსულიყო და აეყვანეთ ტყვეობაში და ამ დროს ზევიდან ესე იგი ჩვენი ვერტალიოტები შემოვიდნენ, ესე იგი და ემათ მიშველეს დაიწყეს მე სროლა და დაიშალა ეს ბანდა, რომელიც გარშემო იყო შემოხოლული. აი ჯერ გითხეთ როგორ აღმოჩნდით ავღანეთის ომში. ავღანეთის ომში ასეთი მაშინ მუშაობდი კონკავშირის სეგაში. და ვიღაცა ზედარ გოლებიდან, ასე თქვათ, უმაღლესი რანგის ხელმძღვანელიდან უნდა წასულიყო ავღანეთში მონაწილეობა მიეღო ამ თემაში. და გამოცხადდა ეს და ნუ ხელი ავწიე და ვთქვი მეწავალ მეთქი რაღაც მსურველები ნაკლებად ჩამდა იქ და ამიტომ მერე ვადა მომცეს რომ ისე თამამი გადაწყვეტილებაა. ძალიან თამამი იყო, იმიტომ რომ მაშინ მეუღლეც და ორი შვილი მყავდა უკვე ესე იგი და მაგრამ ჩემთვის ეს გარკვეულად გამოწვევაც იყო, იცი, ესე იგი რომ აი ამ მშვიდობიანი ქვეყნიდან მაშინ საბჭოთა კავშირში იყო ძალიან მშვიდი ცხოვრება და კაცშვილი ვერ წარმოიდგენდა ჯერ კიდე ჩემი თაობა ყოველ შემთხვევაში რა იყო ომი. და ამიტომ ამ რაღაცის მიმართ ჩემი დამოკიდებულება იყო დიდი რისკის ფაქტორი. ეს პერიოდია ცინკის კუბოები რომ მოდიოდა ყოველ კვირა, ესე იგი განსაკუთრებით ერევანში და თბილისში ჩამოდიოდა და მე აქედან ხდებოდა განაწილება ამ ცინკის კუბოების. გარკვეული მომზადებაც გავიარე ამისთვის და ასე აღმოჩნდი ავღანეთის ტერიტორიაზე. ჯალალაბადში რა დაგხვდათ? რა სურათი დაგხვდათ? პირველი რაც ახლა საომარი მოქმედება, სამხედრო ბანაკი, 66-ე ბრიგადა, მოტოსტროლელთა ბრიგადა, სპეციალიზირებული 5000 კაცით კონტინგენტით, ყველა სახის შეიარაღებით, სადესანტო შტურმავი ბატალიონები, ესე იგი შიგშემადგენლობაში, ვერტალიოტთა პოლკი და ასე შემდეგ, მოკლედ მთლიანი აღჭურვილობა იყო. და ეს დანაყოფები ყველა რა თქმა უნდა იბრძოდა ეგრეთ წოდებული მაშინ დუშმანებს ვძახდით. მათ წინააღმდეგ. პრაქტიკულად ყველა საბრძოლო ოპერაციაში ვიყავ ჩართული. და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო, იცით, მე რო ჩავედი, ეს იყო 91 წლის ნოემბერი. და სოფლებში რო გავდიოდით, ბავშვები და ახალგაზრდობა გამოდიოდა და ყვავილებით ხვდებოდნენ. და უკვე 1 წლის შემდეგ იმ სოფლებში უკვე მეტერით და დაცვით მივდიოდით და იმიტომ რომ იგივე ხალხი უკვე ხელყუმბარებს გოსროდა და ტერიტორიებს გვიმინავდა. აი ესე რადიკალურად შეიცვალა პირველივე წელიწადს პრაქტიკულად ომის დაწყებისა დამოკიდებულება საბჭოთა ჯარის მიმართ. უამრავი ბავშვი დაობლდა მაშინ. და დაობლდა არა მარტო ის ოჯახები, რომელიც ასე თქვათ საბჭოთა ჯარების ხარდამჭერები იყვნენ, არამედ ისინი, ვინც ებრძოდნენ კიდევაც საბჭოთა ჯარს, ხო? მაგრამ ბავშვს როგორ გაარკვევ ახლა ყლაპოში აგერ სადღაც მოედანზე, ჯალალაბადში 50-60 ბავშვია, ესე იგი ვინ იკითხავს, ან რატო უნდა იკითხო, ისი შვილია, ხო?
ბავშვია ყველა ვარიანტში. და მე შევძელი ის რომ დამევრწმუნებინა ბაშარ მალი იყო ასეთი პროფესორი ბაშარ მალი ძალიან ინტელექტის ადამიანი რომელიც დავარწმუნე იმაში რომ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი და ერთ-ერთი შენობა გამოეყო იმისთვის რომ ასე ვთქვათ ობოლ ბავშვთა სახლი გაუკეთებინა. ავღანეთში მანამდე საერთოდ არ არსებობდა ობოლ ბავშვთა სახლები. ამიტომ ეს გადაწყვეტილება მას მივაღებინა, ესე იგი, მე არმიაც დამიდგა ძალიან გვერდზე და რასთავარია საქართველოში მთხოვე დახმარება და ძალიან სერიოზული დახმარება მივიღეთ იქიდან და გავხსენით ეს ობოლ ბავშვთა სახლი. აი, რატო ვიძახი ამას, რომ გარკვეული წლების შემდეგ ეს არის უკვე 1989 წელი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია და მოსკოვიდან რეკავენ პარტიის სეკაში და იძახიან რომ გიორგაძესთან უნდა საუბარი, ნოდარ გიორგაძესთან. ნუ დამალაპარაკეს, იგი და მითხრეს რომ თუ ჩამოხვალ მოსკოვში გადაგაფრენთ ავღანეთში, იმიტომ რომ ახმად შახი და ეს იყო პიროვნება, რომელიც საბჭოთა არმიას ებრძოდა, მთავარი მებრძოლი, ასე ვთქვათ, და აერთიანებდა პრაქტიკულად მთელი ჯარების, ასე ვთქვათ, ანტისაბჭოთა ჯარების, შეიძლება ითქვას 90%-ს. 3/4 ქვეყანას მართავდა ეს პიროვნება. და მანო განაცხადა, რომ ერთ ქართველ ტყვეს დააბრუნებსო თუ ჩამოვა ნოდარ გიორგაძე და ყველასთვის ძალიან გასაკვირვი იყო ეს, იმიტომ რომ რამე მსგავსი არ მომხდარა მანამდე. და მითხრეს რომ პირობა არისო, რომ ნუ ყოველგვარი დაცვისა და იმის გარეშე რა. უნდა ჩაბარდემათ და ისინი გიმასპინძლებენ. და იძახიან რომ არაფერი არ მოდაგემართება. წახვალ? უთხარ, ნუ წავალ. წავალ, იმიტომ რომ ამ თავისუფლებს, ესე იგი, ერთ ქართველ ტყვეს, თუ მე იქ ჩავალ და როგორ შეიძლება ამაზე ვარ. და რა აღმოჩნდა მიზეზი? მისი ძმის შვილი, მისი ძმა და რძალი მოუკლავთ, ასე ვთქვათ, საბჭოთა ჯარებს, ნუ შეტაკების დროს. და შვილი, ასე ვთქვათ, ძმის შვილი, ობოლი ბავშვი დარჩა, ესე იგი, 4 წლის, თუ 5 წლის იქ და იმ ტყლაპოდა რომ ამოვიყვანე ეს ბავშვები 55 ბავშვი იყო. ერთ-ერთი ყოფილა ეს ბავშვი. და მანახა ეს ბავშვი გარშემო მოტრიალებდა სადილზე მიგვიპატიჟა სხვათაშორის და ეს ბავშვი მემსახურებოდა და მითხრა რომ თუ იცნობო და არა მოვთხარ და არა ეგის ბავშვია ვისაც შენო უპატრონეო და მიუხედავად იმისა რომ შენბათ ჯარბაო ესე იგი მოკლავო ჩემი ძმა და რძალიო აი ეს ბავშვი შენ გადამირჩინეო და ამიტომ მინდოდა შეინახვა და მადლობის თქმა ამისთვისო და აი კოპაძე არჩილ კოპაძე იყო ეს ბავშვი ესე იგი წაიყვანე ესე იგი ამას ჩუქნით და მაშინ $300,000 ხდებოდა გამოსყიდვა ტყვეების, ნუ ახლა წარმოიდგინეთ ახლა. მაშინ $300,000 უსხვა ფულია. სასწაული ფულია. თქვენი ჯარში ყოფნა პრაქტიკულად შემდეგ უკვე თავს იჩენს, დარგობრივი კუთხით თუ შევხედავთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც, სადაც თქვენ იყავით მინისტრის პირველი მოადგილე, ხო თუ არ ვცდები? პრეზიდენტი გახდა გამსახურდია, დამიძახა თავისთან. მე მაშინ ადვაძესთან ერთად ვიყრიდი კენჭს და ესე იგი, ნუ პრაქტიკულად მოწინააღმდეგე ხარე გამოდიოდი. და მაშინ დამიძახა და შემომთავაზა რომ გვალ მაგიდაში ავღანელთა კავშირი შესულიყო. მაგრამ ეს ვერ ჯდებოდა ვერც ერთი კომპონენტით ამ შემადგენლობაში რა, ესე იგი და მაშინ მითხრა რომ მოდი თავდაცვის სამინისტროსო ჩაგაბარებდა შექმენი თავდაცვის სამინისტრო და დამნიშნა 9 აგვისტოს დაიწერა ბრძანებულება, ეს არის 91 წელი, 1991 წელი სამინისტრო შექმნის თაობაზე და 10 აგვისტოს დაიწერა ბრძანებულება უკვე ჩემი დანიშვნა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად. ასე დაიწყო ეს ეპოპეა ჩემი ასე ვთქვათ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. შემდგომ როცა უკვე შეიცვალა ხელისუფლებაც, შევარდნაძე ჩამოვიდა, მე იგივე თანამდებობაზე, ასე ვთქვათ, პირველ მოადგილის რანგში გავაგზავნე საქმიანობა და ამავე დროს პარლამენტის წევრი გავხდი, ჩვენი ფრაქცია 14 კაციანი ფრაქცია იყო იქ და
6 თვე ვიყავი მე პარლამენტის წევრი. იმიტომ რომ მე შევარდნაძემ დამიძახა და მითხრა რომ პირველი დიპლომატიური მისია უნდა გავიდეს საქართველოსდან და გადაწყდა რომ ვენაში გაუშვათ, იმიტომ რომ იქ არის ევროკავშირის გაეროს ევროსტრუქტურების ასე ვთქვათ ცენტრი, გარდა ამისა იქ არის ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის საბჭო და გარდა ამისა ავსტრიასთანაც ორხრივ ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ ასე გადაწყდა და 93 წლის აპრილის 20 რიცხვი იყო, თუ არ ვცდები. ჩავფრინდით, ერთი დიპლომატი ვიყავი, ერთი ტექნიკური მუშაკი, მაშინ თანხების დიდი დეფიციტი იყო და სხვათა შორის ლეო ბაუზბეკმა ძალიან დაგვიჭირა. ლეო ბაუზბეკი ეს არის ავსტრიელი ბიზნესმენი, რომელსაც მეუღლე ყავდა ქართველი გოგო მერი ბაუზბეკი და ძალიან დაგვიჭირა მხარი, სხვათა შორის ბატონმა ედუარდმაც თხოვა მას, რომ ეს ხარდაჭერა ყოფილიყო და საბოლოო მასშტაბში აღმოჩნდი მე ავსტრიაში და მე რჩებით ვენასთან ახლოს სლოვაკეთში გადმოდიხართ არც თუ ისე შორს და ფუძნდებით აქ. აი ეს პროცესია საინტერესო, როდის გახდა სახელმწიფო მოხელე ნოდარ გიორგაძე, როდის გარდაიქმნა სახელმწიფო მოხელე ნოდარ გიორგაძე, ბიზნესმენ ნოდარ გიორგაძე. გეტყვით რომ მანამ სახელმწიფო მოხელე ვიყავი. არავითარი პრობლემა არაფერში არ მქონია. არც მე, არც ჩემს ოჯახის წევრებს. ყველა სურვილი ახლა ზომიერების ფარგლებში მე არასოდეს გადასული თემა არ მქონია ზომიერებიდან, მაგრამ რაღაც ეტაპზე როცა სახელმწიფო სტრუქტურიდან გავედი, ესე იგი, ხომ? აი, მაშინ დავითრგუნე ძალიან. დავითრგუნე, იმიტომ რომ დღეში მინიმუმ 15-20 ზაირო შემოდიოდა სხვადასხვა ხელმძღვანელებიდან, საქართველოსდან, ხო, ზარები. ესე გეომეტრიული პროგრესით მცირდებოდა ეს და აი რო ვიტყვიან ორი ხელი შემჭა, ესე იგი 10 თითი. აი ესე იგი აი ეს რაოდენობა ხალხი შემჭა, ვინც ბოლომდე მიმეგობრა, ბოლომდე დარჩა მეგობარი და აი სხვათა შორის შემილია იგივე თქვა გია ციხისთავი, რომელიც ჩემთვის მეგობრობის ეტალონია. აი ესეთი მეგობრები შემჭა გვერდზე, ესე იგი და ეს ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, როცა რა ვიცი, ზღვა ხალხია შენი მეგობარი და უცებ ირკვევა რომ თურმე ეს თლათ ასე არ ყოფილა. და ძალიან რთული იყო, რა თქმა უნდა, ბიზნესის დაწყება. და ალბათ იყო თქვენს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც ყველაფერი პირიქით იყო და ზუსტად ეგ უნდა მეკითხა, ბავშვობა როგორი გაატარეთ. როგორი იყო თქვენი ბავშვობა და ყოველთვის საინტერესოა აი ეს კონტრასტი ადამიანის, ხო, როდესაც პრაქტიკულად ხანდახან არაფრისგან ყველაფერი გამოდის. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? საერთოდ სვანეთის სუბანი სიგნალის ქუჩა ასეთი იქ. თან გიყვართ ეს სვანეთის სუბანი კამერის გარეშეც რამდენჯერმე ახსენა სხვათა შორის ბატონმა ნოდარმა ჩვენს დიალოგში ნამდვილად. იმიტომ რომ სვანეთის სუბანმა მასწავლა ცხოვრება. ქუჩა საერთოდ არ არის აი ქუჩის ბიჭი რო იტყვიან ხოლმე, ხო? ამ ტერმინს ვერ ვეთანხმები, იმიტომ რომ ყაჩაღი და არაკაცი შეიძლება გოგლი მოგლზეც გაიზარდოს. არ არის აუცილებელი რომ ქუჩაში, თქვათ, ბურთის თამაში იქონდეს ან რაღაცა გართობა და ერთობოდეს ქუჩაში თავის მეზობლებთან, ხო? უბანი ისეთი თემაა, რომ ის გასწავლის შენ კაცური დამოკიდებულების ელემენტებს. ანუ გამოგწვრთნათ, ესე შეიძლება ითქვას. ნამდვილად. როცა ოჯახში არის სიტუაცია, რომ მამა მივლინებაშია, რამოდენიმე დღე, თქვათ, ესე იგი შეიძლება ერთი კვირითაც და სახში გამოილია პროდუქტი, სურსათი, რაღაცა, ხო? მე და დედაჩემი ცხონებული ლუიზა, კი, ბოთლებს და თანაც როგორი თემა იყო, ყურე, უბანში ეხლა ჩააბარო, მიხვიდე და იქ ბოთლები ჩააბარო, ცხველოდა ამის. სხვა უბანში მიდია. ხო, ამიტომ ქაღალდში, გაზეთებში ვახვევდით ამ ბოთლებს, სეტკაში ვაწყობდით და მithom რაღაცა ვიქონდა, ესე იგი, რომ ჭახაჭოხის ხმა არ ყოფილიყო და მეორე პერიოდზე გადავდიოდით, ეგრე ქვია, იქით ხარეს, ესე იგი, აი 9 ძმის ქუჩისკენ და იქით მიმართულებაზე და იქ ვაბარებდით ამ ბოთლებს და მე მოვდივით აქეთ ხარეს და ვყიდულობდით. ხანდახან ყველიც კი მოგდიოდა, კარაქიც კი ვიყიდია და პური თავისთავად ცხადია და ხახვი და ესეთი თემა. აი იტყვიან ხოლმე რომ უკან არ უნდა მოიხედო.
მე ეგრე ვერ ვიცხოვრე. მე უკან ვიხედები. საიდან მოვედი და სადავარ. და ჩემ თავს მადლობა უნდა უთხრა, რა თქმა უნდა, რომ შევძელი, მაგრამ არ უნდა დავივიწყო საიდან მოვედი. Central Park Towers-ი ქალაქ თბილისში 2.42 სართულიანი ნაგებობაა, რომელიც გაერთიანებულია 7 სართულიანი პოდიუმით. ეს არის სივრცე, რომელიც აერთიანებს საშოპინგო ცენტრს, რესტორნებს და შეიძლება ითქვას თბილისში და ზოგადად საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ event halls, რომელიც გათვლილი იქნება 5000 ადამიანზე. Central Park Towers-ი არის შესაძლებლობა გქონდეთ თქვენი პირადი სასტუმრო ნომერი და მიიღოთ მაღალი სარგებელი წლის განმავლობაში. ეს არის 300 მილიონიანი ინვესტიცია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლებლობა იქონიოთ Radisson Blu's ოპერირების ქვეშ არსებული სასტუმროს ტიპის ნომერი და ვისაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, რა თქმა უნდა, შანსი ხელიდან არ უნდა გაუწევთ. დღეს დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენი მთავარი მიზნები რა არის და რა არის თქვენი საფიქრალი მთავარი? ისე როგორც ხოთაშორის ჯინო პარკის შენებლობაში ჩადებული იყო 42 მილიონი. ეხლა წარმოიდგინეთ, ჩემი ცხოვრება განვლილ კაცს, რომელიც ჩამოვიდა უცხო ქვეყანაში უფულოდ, უნაცნობოდ, უენოთ, რო იტყვიან და შევქმენი ის, რომ პრაქტიკულად სლოვაკეთის ბიზნესის, ტურიზმის ბიზნესის 10% შეიძლება ითქვას, რომ გვიჭირავს ხელში, ხომ, ჩვენს ჰოლდინგს. მიუხედავად ამისა, ხომ, რომ ძალიან კარგად ვიცოდი სწრაფად ფული როგორ ავამეღო. მე ეს ფული ჩავდე ჯინო პარკის განვითარებაში. ძალიან კარგად ვიცოდი მე, რომ ჯინო პარკი ვერ მოიტანდა ასეთ სწრაფ და დიდ მოგებებს. რა შეგნებულად გავაკეთე, იმიტომ რომ საქართველოს ჯინო პარკი ისე სჭირდებოდა როგორც აერი. ჯინო პარკმა მიიტანა საქართველოში ცხოვრების ახალი წესი. ოჯახების დასვენება წყალთან, ბავშვების გართობის ინდუსტრიის განვითარება. ადამიანთა შორის დამოკიდებულება თაობებს შორის, დღეს იქ ბაბუები, ბებიები, დედები, მამები, შვილები, შვილიშვილები ერთად დადიან, ერთად ისვენებენ. ეხლა მაგალითად ჯინოში მუშაობს 400 ადამიანი. ეხლა წარმოიდგინე 400 ადამიანის ოჯახი რო დაპურებულია. და დაახლოებით დღეში 2000 ადამიანი შედის, წელიწადში 200-240,000 კაცი შედის ჯინოში. მათ შორის 60% არის ბავშვები. და ამდენი გახარებული ბავშვი, 100-120,000 გახარებული წელიწადში ბავშვი, რომელიც იქ შედის და მხიარული გამოდის და შენ შეიძლება მოგება, მე არ მაქვს მანდ მოგება. პირდაპირ გეუბნებით. ხანდახან დოტაციაზე მყავს და იქით ხარეს ვეხმარები. მაგრამ იმ ხელა ბედნიერება, აი ამ სიკეთის ყურება და თინდაც აი ამ ოჯახების და აი ამ ბავშვების, რომ საკმარისი ერთხელ მიხვიდე, უბრალოდ დაჯდია ესე ზევიდან ტერასაზე და უყურო, ესე იგი ამ ფანტასტიკურად მხიარულ ადამიანებს, აი ამ ბავშვებს, რომელიც იქ არიან, რომ დაგავიწყებს ყველაფერს აბსოლუტურად. რის ფული, რა ფული, რის დოტაცია არ ყოფნის და ისა. ყველაფერს იზავრო, ამათ ეს სიამოვნება მიიღო. როდესაც ჩაწერა სანამ დაიწყებოდა, როდესაც ჩვენ ვსადილობდით, ძალიან თვალში საცემი და სასიამოვნო იყო ეპიზოდი, როდესაც თქვენს გვერდზე, ჩემთვის პირადად, როდესაც თქვენს გვერდზე იჯდა თქვენი მეუღლე და თქვენ გიყურებდით, როგორ შეამკეთ განსაკუთრებული სიტყვები და სითბოთი. კითხვა არის შემდეგი. როგორია სიყვარული 73 წლის ასაკში? მადლობა, კაი კითხვა. იცით, მე ლალი მიყვარს ისევე, როგორც მიყვარდა, როცა იყო 20 წლის. ოღონდ ყოველწლიურად გეომეტრიულ პროგრესიაში გადაყვანილი. თვალები აგეცრემლიან და სხვაც შორის. სულ უფრო და უფრო მეტად, იმიტომ რომ ლალი ჩემთვის ძალიან ბევრ ამას ნიშნავს. ის ჩემთვის იმედიც არის. ის ჩემთვის მეგობარიც არის. ის ჩემთვის გვერდში მდგომი დამხმარე ადამიანიც არის. ის ხანდახან გარკვეულ რაღაც საკითხებში კარგი კრიტიკოსიც არის, იმიტომ რომ ის რასაც მე ვცდილობ, რომ ვარდისფერი სათვალით შევხედო, ის ხანდახან ამ სათვალეს ცდილობს, რომ მომხსნას და რაღაც სხვა ფერებში დამანახოს, იმიტომ რომ და მე ბოლოს ვწმუნდები, რომ ნამდვილად ასია. ლალის აქვს უნიკალური ადამიანური, რაღაც ინტუიტიური თვისებები სხვათა შორის. კიდე ამ ყველაფერ ამასთან ერთად და
ყველაზე მთავარი რაც არის რა არის მეუღლე? მეუღლე არის პირველ რიგში შენი სახე. მეუღლე ან უნდა გიყვარდეს, ან არ უნდა გიყვარდეს რა და თუ გიყვარს, უნდა ეთაყვანებოდე. თუ გინდა რომ მასაც უყვარდე და თაყვანს გცემდეს, ხო? და მისთვის შენ მართლა კუმირი იყო, გმირი იყო, რა ვიცი. შენ ანალოგიურად უნდა მოექცე და კიდევ უფრო მეტად უნდა მოექცე. კიდევ უფრო მეტად უნდა დააფასო, ვიდრე შესაძლებელია რომ შენ ეს შეგეძლოს. ეხლა ესეთი რაღაც გავაკეთოთ. სიურპრიზად მისთვის მოდით აი ამ კამერას გახედეთ და მიმართეთ. უთხარით ყველაფერი, რასაც ფიქრობთ. ლალი, ჩემო სიცოცხლე, მართლა ძალიან მიყვარხარ. ჩემთვის ყველაფერი ხარ. შენს გარეშე ამ ცხოვრებას ფასი არა აქვს ჩემთვის. გაიხარე. ჩვენი გადაცემის თავარი გმირი ბატონო ნოდარი როგორ გაიცანთ? ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ, რავი ბავშვი, ჯერ კიდევ 20 წლის. პიროვნებაა ისეთი, რომ არ შეიძლება რომ არ მოგხიბლოს. მე არა ვარ მე მგონი პირველი ადამიანი, ვინც მაგას იტყვის. ისეთი ხარიზმი აქვს, ისეთი ძალიან დიდი პიროვნება, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს მთელი ჩემი ცხოვრება და ისეთი პიროვნება, რომ აი თუ გახსოვთ პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო? პირველად რომ ნახე, კი აი შორიდან შევხედე, ვიფიქრე ნეტა ეს ვინ არის ეს ახალგაზრდა. აი ესეთი მარტოები ეს და მე ნუ მე გამოჩნდა ვინც ყოფილა ხო? ვინც ყოფილა და გავები მახეში ძალიან შემიყვარდა. მალევე გაებით? ძალიან რეაქტიულად პრაქტიკულად. კი, რაც არ მეგონა ნამდვილად რომ ესე მოხდებოდა, მაგრამ აი ძალიან მალევე. აი და დღევანდელი გადმოსახედიდან ხო დღეს უკვე შემდგარი ადამიანი პიროვნება, მეუღლე, მამა, ბაბუა, დიდი ბაბუა. როგორია, როგორ დაახასიათებთ? ყველას გონია რომ ძალიან მკაცრი, ამ დროს ოჯახში ძალიან რბილი, ყველა უყვარს. ყოველთვის იმაზე ფიქრობთ, ვინ როგორ ასიამოვნოს და სურპრიზების ისეთი გაკეთება, რომ ყველა ასიამოვნები დარჩეს. როგორც ბაბუა პირველ რიგში მოგვიყევს. აი ერთი სიტყვით რომ მომიწევს დახასიათება, ალბათ როგორც აი კარგი ჯიგარი ბაბუ არის რა, ჩემთვის პირადად რა, უფრო ეგრე დავახასიათებდი, მაგრამ არის სიტუაციები, სადაც ალბათ როგორც საჭიროა, ისე უნდა იქცეოდეს. ხანდახან არის უფრო სიმკაცრე, ალბათ არის უფრო სერიოზულობაც. კაი რაღაცა, შენს მიმართ მკაცრია? ყოფილა მკაცრი? ჩემს მიმართ ბევრჯერ ყოფილა მკაცრი. დავიწყებ იმით, რომ ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვამაყობ, რომ მისი ოჯახის წევრი ვარ. ხო, ეგ მეც უნდა მეთქვა გამოუშვეს საერთაშორისო. ჩემთვის მასთან გატარებული ყოველი დღე ჩემთვის არის დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი. აი ძალიან ბევრი ყოფილა რომ რჩევები მიკითხია, როგორც კარიერულად, ასევე პირად ურთიერთობებში და აი საუკეთესო რჩევა მოუწია და არ ვიცი. მაგალითად ბოლო რა იყო? თუნდაც პირად ურთიერთობებზე, სამსახურზეც ესე ბოლო არ მახსოვს, მაგრამ ზოგადად ყოველთვის გრძნობ მისგან მხარდაჭერას და სიყვარულს და სითბოს. ალბათ იმას ვიტყვი, რომ ანუ ჯერჯერობით ძალიან მიყვარს და ჯერჯერობით ძალიან არ გაუბრაზებთ. არა, ამას გამაბრასავს არასოდეს და ანუ აი თუ აღწერო როგორც ადამიანი, აი ძალიან კეთილია, სამართლიანია და აი სერიოზული ადამიანიცაა და ძალიან მაგარი ბაბუ არის და ეგცნობა მაქვს აი რაღაც არჩევანს რომ მომცემს, აი სულ აი მხარს დამიჭერს და კარგ არჩევანს მომცემს რა გავაკეთო და თუ დაუჯერებ, ანუ კარგად მექნება ცხოვრება და ძალიან მომტონსები. ყველაფერი კარგად და კიდევ რომ ვიცი რომ შენ სასახში უკვე ბრატისლავის ჩემპიონი ხარ ჯუდოში, ვიცი რომ დიდ სპორტის სხვა სახეობებზეც დადიხარ და მაგრად სწავლობ, ხო? კი. რამდენი ენა იცი? მე? ხო. 4 ახლა ვსწავლობ მე-5-ს. იცი ქართული, სლოვაკური, კი. ინგლისური, რუსული და სწავლობ ესპანურს. ესპანურს. მაგარი ბიჭი ხარ, 9 წლის ასაკში სწავლობს მე-5 ენას. კიდე მინდა გერმანული ვისწავლო, ეგეც მინდა და კიდე ფრანგული. ანუ 7 ენაზე გავვალთ საბოლოოში. მაგარი ბიჭი ხარ, დათქმული ვარ რომ გამოგივახ და გეთხოვა რომ აუცილებლად იქნები ძალიან წარმატებული. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.
თქვენი ასაკისთვის რომც არ გეთქვათ, ასაკი მაქსიმუმ დღეგის გარეშე რაც ახსენეთ შეიძლება იმის მოცემა. ანუ ეს მეტყველებს თქვენს ალბათ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, თქვენს რუტინაზე და ის რომ სამაგალითოდ გამოიყურებთ. ყველას ესე უსურვებ. თუმცა ყველა ადამიანი რაღაცას ფიქრობს ხო წლების მერე რა იქნება და ასე შემდეგ. თქვენ რო აღარ იქნებით. როგორ გინდათ რომ გაგიხსენო? ერთი წლის შემდეგ რაღაც პროგნოზის გაკეთებაც კი ძნელია დღევანდელ სამყაროში. მეორეა მე რა მინდა. რა გინდათ? მე მინდა რომ ჩემი საქართველო ისეთივე ადამიანებით იყოს დასახლებული, როგორიც იყვნენ 70-იან, 80-იან წლებში, რომლებიც ერთმანეთს ენდობოდნენ, რომლებიც სიტყვას რო იტყოდნენ, ასრულებდნენ, რომლებიც ოჯახში რო შევიდოდნენ, იმ ოჯახში აუგი თვალით ვერავინ ვერ შედიოდა. არ შეიძლებოდა. ასეთ პიროვნებას მეორედ ოჯახში აღარ შეუშვებდნენ. როცა კაცი კაცს ენდობოდა, ქალი ქალს ენდობოდა, როცა ოჯახს თავის ღირებულება ჰქონდა და მინდა ასეთ საქართველო იყოს და ჩემი შვილები და შვილიშვილებიც მინდა რომ გლების სამყაროში კი არ ცხოვრობდნენ, ვინ ვის შეჭამს მოსწრებაზე. არამედ მეგობრების სამყაროში, ვინ ვის დაეხმარება, რაც შეიძლება უკეთესად ვიცხოვროთ ყველამ ერთად. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ნოდარ, მადლობა მასპინძლობისთვის, მე დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვის ძალიან ბევრი რამ იყო საინტერესო და საინტერესოა თქვენი მოსმენა და მე გისურვებთ ყველა თქვენი გეგმის და ოცნების განხორციელებას. დიდი მადლობა თქვენ, ნოე, მადლობა თქვენს ტელევიზიას იმედს, მადლობა თქვენს კოლექტივს და მადლობა ყველას მას, რომელიც ფიქრობს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. იმრავლოს ასეთმა ხალხმა. გაიხარეთ.